საღამო მშვიდობის ყველას, მოვედი ჩემო ძვირფასება. აბა როგორ ხართ? როგორ ვართ, როგორ? საღამო მშვიდობის მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, აბა როგორ ვართ ჩემო ძვირფასება? აბა როგორ ჩაიარა დღე? მოკლედ დღემ ჩაიარა კითხვა-კითხვით, გამოკვლევებით, ვინ რას იკვლევდით მეგობრებო, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვით ნიშანი გაქვთ. არ ვიცი საკუთარ თავთან გაქვთ ამდენი შეკითხვები თუ ადამიანებთან, არ ვიცი, მაგრამ საღამო მშვიდობის, მაგრამ ნახეთ, აი კარტი გადავჩეხე და მოკლედ ესეთ იყო თქვენი დღევანდელი დღე, თითქოს რაღაც ინტერესი გქონდათ რაღაცის. გაიხარე ანა მარია, არა მიშავს, თავად როგორ ხარ? დღეს მოვედი შენი სასურველი თემით. საღამო მშვიდობისა, გაიხარეთ, უღრმესი მადლობა, წარმატებები ასევე თქვენც, ჩემო ძვირფასებო, გაიხარეთ. დღეს შემოგთავაზა ანა მარიამ ესეთი სასურველი თემა. საჯარო თემა იქნება ჩვენი ესეთი მისი გულწრფელი საუბარი თქვენს სულთან, ანუ ნებისმიერი თქვენთაგანის სულთან. და ბოლოს კიდევ მე დავამატე რა სინატრებდა თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. კი ეს თემა არის ანა მარიას, ასე რომ მეგობრებო, ნახეთ. გადავჩეხე და ისე, აი, იცით როგორ ენერგიებში ხართ? დღეს რაღაცა ძალიან გაინტერესებდათ, დღეს არ ვიცი, ძალიან დაინტერესებული იყავით შეიძლება რაღაცით. არ ვიცი რა გამოძიებას ატარებდით, რა გამოკვლევას ატარებდით, აი ზოგადად რასთან იყო დაკავშირებული, არ ვიცი, ხა ყველა სათითაოდ სხვადასხვა სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, ხა ყველას ერთნაირი ვერ იქნება, მაგრამ ინტერესი და ანუ კითხვა ერთია. რაღაც ინტერესი გქონდათ თითოეულ თქვენთაგანს. რაღაცის გამოკვლევა, არა ამ წუთას დავიწყე. ჯერ არც დამიწყია, ფაქტიურად. ჯერ არც დამიწყია. ახლა შემოვედით, 5 წუთიც არ არის. მეგობრებო, აბა როგორ ვართ? დღემ როგორ ჩაიარა? დღეს ცოტა დავიღალე, მაგრამ სასიამოვნო იყო ჩემი დაღლა დღეს. კი, ნამდვილად სასიამოვნო იყო. ძალიან სასურველი რაღაცები ვაკეთე. რაც გულს უხარია, ისეთი რაღაცები ვაკეთე. მოკლედ, რასაც ვაკეთებ, თავისუფლება მაქვს. იქ სადაც ვარ, მეგობრებო, უფალს მადლობა. საიდან წახვედით, მეგობრებო? საიდან წახვედით? საიდან გაიქეცით? რას გაიქეცით? ვის გაიქეცით? ან ვის გინდათ რომ გაიქცეთ? აი, თქვენ თვითონვე რაღაცას ბლოკავთ, ვიღაცას ბლოკავთ, აზრები დაბლოკეთ, ადამიანები დაბლოკეთ თუ რა დაბლოკეთ, არ ვიცი, მაგრამ აი თქვენი ხო, კარტი ამოვარდა, ბარათი ამოვარდა უფროსწორად, აიმე. მოკლედ, ბაი. კი, თემა არაჩვეულებრივი არის კი დღეს. ანა მარიამ შემომთავაზა და მომეწონა სხვათა შორის. მეგობრებო, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ, ან კომენტარებში დაწეროთ.
უფრო სწორად პირადში მომწეროთ ბევრად ჯობია, კომენტარებს ზოგჯერ ყველას ვერ ნახულობ, ასე რომ პირადში შეგიძლია მომწეროთ სასურველი თემები და მე შემიძლია გავითვალისწინო. ყველას მოგესალმებით. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგან ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ. თქვენთან ძალიან კარგად გრძნობ მე თავს პირადად. ძალიან სიამოვნებს თქვენთან ერთად ყოფნა. ეს სფერო ჩემია. კი, თქვენთან ერთად ეს სფერო ძალიან სიამოვნებს. თემა გვექნება დღეს ესეთი ჩემო ძვირფასებო. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის, ანუ მისი გულწრფელი საუბარი თქვენს სულთან. ხო, აი რას გესაუბრებათ თავისი სული, აი რას გეტყოდათ. და ბოლოს კიდევ ესეთი მაქვს, რას ინატრებდა. რას ინატრებდა თქვენთან დაკავშირებით. კი, მოდი მე ახლა დავიწყებ თქვენი ენერგიებით დავიწყებ მეგობრებო. თქვენი ენერგიებით დავიწყებ. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. მეგობრებო, მეც ძალიან მიყვარს თქვენთან ერთად ყოფნა. მოკლედ დავიწყებ თქვენი ენერგიებით. მოდი ცოტას ესე მოვაბრუნებ. აი ესე ხო. ვინ ხართ თქვენ? თქვენი ენერგიები მაინტერესებს, როგორი ადამიანები მიყურებთ. დავიწყოთ მეგობრებო. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, არაფერზე არ ინერვიულოთ, არაფერზე არ იფიქროთ. თავისუფლად, აი ხო. და დავიწყოთ, ვის ჩაი, ვის ყავა, ვის კიდე ცხელი შოკოლადი. ხო, აი, რა ვთქვი წეღან. მეგობრებო, აი წეღან იყო ესეთი ამაზეც, რომ აი ეს არის რაღაც გამოკვლევები, რაღაც შპიონაჟი, ანუ სოციალური ქსელები და გადაკექილი გაქვთ მოკლედ რო იტყვიან. რას ეძებთ, ვის ეძებთ, ვის აკონტროლებთ, რის ძიებაში ხართ, რის გამოკვლევებში ხართ. ზოგადად რას მოქმედებთ, არ ვიცი. ხო. სამყარო თუმცა მეგობრებო, ძალიან მეგობრულები ხართ, ძალიან ერთგულები ხართ, ძალიან აი გაწონასწორებულები ხართ. თქვენ თუ რაიმე ჩაიფიქრებთ, ხო, თქვენ თუ რაიმე ჩაიფიქრეთ, всё, იქ დამთავრებულია ყველაფერი. აზრი არ აქვს ვინმეს სიტყვას, რჩევას, არავის არაფერს არ ითვალისწინებთ, არავის აზრი აღარ გაინტერესებთ, ზოგადად ხო იმას აწვევით. მორგანა უღრმესი მადლობა. ხო, ნუ რა თქმა უნდა. მეგობრებო, კითხვებზე პასუხები არ მაქვს. აი დღეს იქნებ როგორმე მოვახერხო ის, რომ აი აქ დავაწერო კითხვების გარეშე. კითხვების გარეშე მეგობრებო. ხო. და კიდევ ხო, ანუ მიხვდით ხო? არა, ნახეთ ქვემოდან რა კარტია. არანაირი მაგია არ მოქმედებს თქვენზე. არანაირი ხელი შებურკილები, აი არაფერი ტყვეობა, უკვე არაფერი აღარ გაჩერებთ. აი თუ რაიმე მოინდომეთ და იწვით ამის ფიქრით, ხო, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს თქვენთვის. თქვენ მაინც აკეთებთ ამ ყველაფერს. მნიშვნელობა არ აქვს. სიტუაციას, გარემოს, ადამიანებს, კი, საჯაროა, ამდვილად საჯაროა. კი, თქვენი ენერგიები, აი ესეთი იყო დღევანდელი ბევრი თქვენთაგანის ენერგიები. კიდევ, ვინ ხართ თქვენ? ხა, ვინ ხართ თქვენ და ადამიანი? წელი. ადამიანი წელი. მოდი ასე ვიტყვი. თქვენ ხართ ადამიანი, ის ადამიანები. თქვენ ცხოვრებაში ვინც არ უნდა შემოვიდეს, აი იმათზე მუშაობას იწყებთ, მენტალურად, ფიზიკურად, გონებრივად, ნებით თუ უნებლიეთ. თქვენთან რომ ადამიანი, ანუ თქვენ ვის ცხოვრებაშიც გადაიკვეთებით, იმის ცხოვრება უკვე ყველანაირად იცვლება. მისი აზრები იცვლება, მისი ცხოვრება იცვლება, სტილი იცვლება ამ ადამიანს. აი ეს ადამიანი რეალურად გადადის, მოდი ასე ვიტყვი, ტრანსფორმაციაში, მოკლედ ტრანსფორმატორები ხართ მეგობრებო. ხა, თუმცა კარგის მხრივ, ნახეთ ისცელენიე. ხო, ანუ კარგის მხრივ.
ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც რეალობას გაიქცევა, ნებისმიერ დროს, ილუზიებს გაიქცევა, მხოლოდ თქვენ და ამისთვის ყველაფერს აკეთებთ. თუმცა ძალიან ერთგულები ხართ, ძალიან თბილები ხართ. აი, არასოდეს არავის არ უღალატებთ. აი, გამორიცხულია, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ ადამიანს არ უღალატებთ. ზურგს არ შეაქცევთ. ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ ერთად ხართ. თქვენ მას გულს ზურგს არ შეაქცევთ. არა. კიდევ ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ და ეხლა ხართ ზუსტად ის ადამიანები, ვინც არის იმყოფება მარტო. განდეგილის პოზიციაში ხართ, თქვენ ხართ ეხლა ვაიმე მეგობრებო, თვალი საშინელი თვალი გაქვთ. მინდა გითხრათ, ეს ადამიანი ადრე რანაირიც იყო, ანუ თქვენ როგორიც იყავით, ისეთები უკვე აღარ ხართ. ან ცოტა ხანში აღარ იქნებით. ანუ რისი თქმა მინდა, აი იმდენი სიბრძნე შეიძინეთ ამ ცხოვრებიდან, მეგობრებო, ამ ცხოვრებიდან იმდენი სიბრძნე გაქვთ შეძენილი, რომ აი რა ვთქვა. ხო, შეიძლება ოჯახის წევრებიც უკვე ვეღარ გრძნობთ. შეიძლება კიდე რაღაც პასუხისმგებლობას, ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას თუ ღებულობდით აქამდე კონკრეტულ ადამიანზე. ხო, აი კონკრეტულ ადამიანზე, ნახეთ, ეხლა უკვე ფიქრობთ, რომ ზოგადად გინდათ ეს ყველაფერი? გინდათ? ამ ბოლოს იყო კიდევ რაღაც მსგავსი. გული იმდენად გაქვთ დამძიმებული, მეგობრებო, რომ ფიქრობთ, ხა გინდათ? ანუ ამ განდეგილის პოზიციაში ესე იგი იმას ფიქრობთ, რომ საერთოდ აღარ გინდათ. გინდათ თუ არ გინდათ უკვე ეს ყველაფერი. არა უშავს, მეგობრებო. დაწერონ, არა უშავს. ჩემო ძვირფასებო, მომიტევეთ, რომ ყოველ ღამე ერთი და იგივე, თითქმის ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს გამეორება მიწეს. მეგობრებო, არ მაქვს კითხვებზე პასუხი. თუ გაქვთ სურვილი დარჩით და ამ ყველაფერს მოусმინეთ, რაც იქნება აქ ხსენებული თუ არა და შეგიძლიათ გადახვიდეთ, ასკროლოთ, მოკლედ რო იტყვიან. ხო, მე გავაგრძელებ. თქვენი ახლანდელი ენერგიები, გული, სიყვარული გაქვთ. შეიძლება სიყვარული შეგიძლიათ კი, სიყვარული ყოველთვის შეგიძლიათ, მაგრამ ეხლა გაქვთ კრიზისი. სიყვარულის მიღების ამბავში გაქვთ კრიზისი. ხო, ეს არის ძალიან ამ ყველაფერმა, ამ უპასუხისმგებლობა იმდენად დაგღალათ, მეგობრებო, ნახეთ, როგორ ხატი აქ იატაკზე დამჯდარი ადამიანი, რომელიც სიბნელეში ზის და არა უშავს, მეგობრებო, აი როგორღაც მოვახერხებ, რომ ჩემი მოდერატორი როგორ არ ყავს მოდერატორი, მაგრამ არცალია. ხო. არცალია, რა ქნას. როგორ არ ყავს? ყავს. ხა, ყავს. მოკლედ, ძალიან ემოციური ფონი გაქვთ. თქვენი ენერგიები, აი ნახეთ, თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები არის მეგობრებო, შეიძლება ბევრ თქვენთაგანს ვაიმე რა თვალი გაქვთ, ჩემო ძვირფასებო. სახელისა ძისა მამის აღთისა ლოცვა ნათვალებისა. დავიწყო, მეგობრებო? დავიწყო შელოცვები? მეგილოცავ თვალისა, თვალცემულისა, კაცისა, ქალისა, გოგოსა, ბიჭისა, შინაურისა, გარეულისა, დავიწყო, გავაგრძელო? სასწაული გათვალულები ხართ, ჩემო ძვირფასებო. აი, ყბა ამახჩაო, რო იტყვიან, თქნარებაში.
ხა, ნახეთ, ეხლა რა ხდება აქ, ჩემო ძვირფასება. გინდათ კიდევ შანსი, ზოგადად შანსი, ეხლა შეიძლება ბევრ თქვენთაგანს უნდოდეს წარსულიდან განთავისუფლება და წარსულის დავიწყება და ახალი შანსები და ახალი ურთიერთობა. ბევრს შეიძლება გინდოდეთ ძველი ურთიერთობიდან შანსის აღება და ძველი ურთიერთობის დაბრუნება. მოკლედ, ბევრ თქვენთაგანს კიდევ მესამეა ის, რომ ზოგადად გინდათ ყავდეთ გვერდით ადამიანი, უბრალოდ ყავდეთ გვერდით ადამიანი, რომელთანაც ესე თავს მიადებს და ენას დაუბზიკავთ, რომ ეტყვიან. შენ ისე ხარ, მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნიაო? ხო. მე ენას ესე რომ დაუბზიკავთ და ის კიდევ ესეთი სიყვარულის თვალებით შემოგხედავთ, კი. ხო, ვის რა გინდათ და ვის რა მეგობრებო, კი, ურთიერთობის სურვილი გააქვთ, რომ გვერდით ყავდეთ ადამიანი. თუმცა ბევრს ძვლის დაბრუნება უნდა და ბევრს ახალის, ახლა თქვენ სიტუაციას მოერგეთ, ვის რა გინდათ? ძველი ურნაში ახალი მინდაო. ხა. ძალიან ბევრი ეწინააღმდეგეთ საკუთარ თავს, კი. ძალიან ბევრი ინერვიულეთ, ძალიან გულგატეხილები ხართ. გულგატეხილები ის ადამიანები არიან, ვინც უკვე წარსულიდან ცუდი მოგონებები შემორჩა და უკვე წასვლა უნდა წარსულიდან, ან წავიდა უკვე წარსულიდან და ძალიან დიდი გულის ტკივილი აქვთ გავლილი. ფაქტიურად ნახეთ მეგობრებო, ფაქტიურად ცოცხ მკვდრეთით ახდექით. განადგურებულები, დაკლულები ადექით. ხა. ბევრი იყავით ასე. ნახეთ, სიკვდილის არკანი, ანუ სიკვდილი რო გინდოდათ და აი დამსხვა გულგატეხილის, აი მოკლული, უნიშტ განადგურებული და მოკლული. აი ეს სიტუაცია გაქვთ გავლილი და უკვე აღარ გინდათ წარსული. ხა. კიდევ გავაგრძელებ. შეპყრობილები ხართ, თუმცა შეპყრობილები ხართ და ეს არის თქვენი კარმა და ეს არის თქვენი გასავლელი გზა, მოდი ასე ვიტყოდი, რომ აი ამ დამოუკიდებული ურთიერთობიდან გამოხვიდეთ მეგობრებო. ეს არ არის კარგი. ეს კარგი არ არის ჩემო ძვირფასებო. არა, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კარგი. ოხ, სპაზმებს მაძლეს. ეხლა წამალი თუ არ დავლი. უკვე დამეწყება მეგობრებო, ერთი წუთი. აი სულ ერთი წუთი. დამავიწყდა წამის დალევა. ამიტომ როცა მიშკასავე. ესე გავახსენებ. ჩემი ახალყოფნა. მერე ვიდეო დადე რა, შელოცვისაგთ ხო? ხო, აუცილებლად ვეცდები მეგობრებო. აუცილებლად ვეცდები. მოკლედ გავაგრძელებ. ვიფასებო ერთი წუთით ჭიქას უნდა დავაყრო. თქვენ იცით მე რა გავაკეთე? მეგობრებო, იცით მე რა გავაკეთე? ჩემს წყარლის ჭიქას, რომელიც აქვე ოთახში მიდევს, ვაფარებდი სალფეთქის ქაღალდს. ხო და ეს სალფეთქის ქაღალდი მეგობრებო სულ მივარდებოდა ძირს. ავდექი და აი ესეთი რაღაცა მოვქსოვე. სოკო. ესეთი რაღაცა მოვქსოვე და დავაფარე. აი მეგობრებო, ნახეთ, ჭიამაია, ჩემი ჭიამაია. ნახეთ, ლაიცაყვარლობა. ნახეთ, მეგობრებო, ლაიციყვანუნობა ვარ. ხა, აი ესეთი რაღაცები მიყვარს. ხო. კი, ძალიან ლამაზია. ჭიქა არის ასწაული. აი რო დავინახე ამა კანკალა. ჭიქა რო დავინახე ვიტრინაში ამა კანკალა მეგობრებო. სახში წავედი და გამახსენდა მე რომ უნდა მიყიდა. გამოვიარე და ვიყიდე. ხო, ძალიან საყვარელია კი.
ჭია მაია, ხვალ თუ კარგი დარია, გაფრინდი. მოკლედ მეგობრებო, გავაგრძელებთ თქვენი ენერგიები რამდენიმე ბარათი და მერე გადავიდეთ პარტნიორზე. ბლეფი. მოკლედ თქვენი ენერგიები. ეხლა გეტყვით რას აკეთებთ თქვენ. თქვენ გაქვთ ეხლა ნიღაბი მორგებული და ადამიანებს არაჩვენებთ თქვენს ნამდვილ სახეს. ანუ ნამდვილ სახეში რა შედის. რა იგულისხმება უпроსტად არაჩვენებთ თქვენს ტკივილებს, თქვენს მწუხარებას, თქვენ გავლილ დარდს, თქვენს გავლილ ჯოჯოხეთს. აი ამ ყველაფერს არავის არაჩვენებთ, თქვენ პრობლემებს არაჩვენებთ. აი თქვენ გულის დარდებს, ტკივილებს, აი არაფერს არაჩვენებთ ადამიანებს. ხო. არაფერს არაჩვენებთ მეგობრებო. არავინ არ იცის თქვენ რა გზას გადიხართ. აჰა, ნახეთ. აი რა მოვარდა. არც ამას ეუბნებით არავის, რომ რაღაცის დაწყება გაქვთ უკვე, რაღაცა დაიწყეთ უკვე. შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა მართლაც დაიწყო რაღაცა. ან რაღაცის დაწყება გინდათ. ნახეთ ეხლა რა ხდება აქ. ნუ რა ვქნათ ეხლა ამ კარts ესე დავმალავ, რომ მხოლოდ სახეს გამოვაჩენ. ეხლა ნახეთ რა ხდება აქ. აქ არის ვაჟდელენი, ანუ თქვენი გამოღვიძება იწყება. თქვენი გამოცოცხლება იწყება. ახალი ცხოვრებას იწყებთ, ახალ ცხოვრებას აპირებთ და გინდათ რომ საკუთარ თავს და ყველას მოუხადოთ ბოდიში, ყველაზე მეტი საკუთარ თავს. ეს კარტი, ეს ბარათი ბოლო ლაივის დროს ჩამყვა საწოლში აზრზე არ ვარ საიდან და ესე დაიკუჭა. მეგობრებო, სასწაულად დაიკუჭა. არ გეგონოთ შემთხვევითობას აი ეს შემთხვევით არაფერი ხდება. ხო, შემთხვევით არაფერი ხდება. აი ეს ბრათი, ნახეთ როგორი დაკუჭულია. აი აგერ იგივე მეორე მხარესაც ნახეთ მეგობრებო რამდენი ბზარები აქვს. საწოლში საიდან დარჩა არ ვიცი. ხო. გინდათ რომ საკუთარ თავს მოუხადოთ ბოდიში და ცხოვრება გააგრძელოთ. გინდათ რომ ხო, ნუ ამ ერთგულებას იტოვებთ, როგორც ყოველთვის. ეს ყოველთვის გაქვთ. ეს საკუთარ თავთან ხართ მართალი ადამიანები, მოდი ასე გეტყვით. თქვენ თავს კი არა სხვას კი არაფერს უშავებთ, საკუთარ თავს უშავებთ მეგობრებო. სხვასთან ყოველთვის მეგობრულები იყავით და იქნებით კიდევ. ასე რომ გამოღვიძება გეწყებათ, გამოიღვიძებთ რამ მხრივ, ქალურ ენერგიებში გადახვათ მეგობრებო, ასე რომ მოდის უკვე მაგის დრო და არ ინერვიულოთ. ანა მარია, მაგ შეკითხვაზე შემიძლია გავცე პასუხი. არ ვიცი სად იყიდება ქართული დასტა. ეს რაც მაქვს, მე ეს მაჩუქეს მეგობრებო. არ ვიცი მილიონმა ადამიანმა მკითხა სად შევიძინე. არ მიყიდია ჩემო ძვირფასებო. ეს დასტა, ტაროს დასტა არ მიყიდია. ეს მაჩუკა ჩემა დაქალმა, ჩემა მეგობარმა, ჩემა ახლობელმა, ჩემა ძალიან ერთგულმა და საყვარელმა ადამიანმა გოგომ. მასთანაც საიდან მოხდა არ იცის, უბრალოდ რაღაც მაქვსო მითხრა სახლში და არ ვიცი ქართულია თუ რუსულიაო და უბრალოდ გამოაგზავნინა თავის ოჯახის წევრებს და რო ჩამომივიდა და გავხსენიდა იყო ქართული კრუნჩხვები და მემართა. ქართული არ ვიცი თუ აქვთ, მაგრამ ესენი, ეს რაც მაქვს, ეს და კიდევ სხვა დანარჩენები მეგობრებო. ყურეთ, გაჩვენებთ ახლა ჩემო ძვირფასებო. აი ეს დასტა, ეს დროის დასტა, ეს და ეს შემოდგომის დასტა, ეს სამი დასტა თემუდან შარშან ზაფხულში რო ვიყავი საქართველოში, თემუდან 70 ლარად გამოვიწერე. საქართველოში თემუში კი. კი, თემუდან გამოვიწერე საქართველოში მეგობრებო. ანა მარია საქართველოში გამოვიწერე და სამივე დასტაში გადავიხადე 70 ლარი. ნუ ეხლა შეიძლებაო ისეთი ორიგინალი არ არის, მაგრამ
ძალიან კარგი ენერგია აქვს, როცა ხელში გიკავია. ხო. მოკლედ, გავაგრძელებ მეგობრებო. გავაგრძელებ და გეტყვით იმას, რომ საკუთარ თავს მოუხადეთ ბოდიში მხოლოდ იმისთვის, რომ ყოველთვის სხვაზე ზრუნავდით პირველი და საკუთარი თავი ყავდათ ყველაზე ბოლოს, ამიტომ კი, მაინც ესე მოგიწევთ. ჩემო ძვირფასებო, ესეთ იყო თქვენი დღევანდელი ენერგიები, ასე რომ თუ კი ემთხვევა თქვენს სიტუაციას, გავაგრძელოთ ყურება. ეს ასტრაბარათი კიდევ ეს ასტრაბარათი შევიძინი აქ ბაზრობაზე. ჩვეულებრივი ბაზრობა არის 3 თვეში ერთხელ გამოაქვთ. ანტიკვარები, ოჯახს გამოაქვს რაღაცები და ეს იტალიელთან ვიყიდე ძალიან იაფი ღირდა მეგობრებო. ამ ასტრაბარათში მივეცე 5 евро. ეს ღირდა 5 евро. ხო. ოღონდ ახალი, გაუხსნელი იყო. უბრალოდ გარედან აქვს თავისი, აი ეს შელახული. ეს კიდე რაღაცა დაწეპებული იყო ალბათ ზეთ და ამიტომ თორე გახეულიც არაა. უბრალოდ გარედან იყო და შიგნით იყო სულ გაუხსნელი მეგობრებო, ცელოფანში იყო. ხო, მოკლედ. მოდით ახლა ჩაიფიქრეთ სასურველი ადამიანი და ნახოთ მისი ენერგიები, ჩემო მეგობრებო. გოგოებო და ბიჭებო. ბიჭებო და გოგოებო. ბიჭებო და გოგოებო. კითხვებზე პასუხი არ მაქვს. გაიხარეთ მეგობრებო. გულწრფელობა ეს ჩემი ერთ-ერთი ვისთვის პლუსია და ვისთვის მინუსია, მაგრამ თუნდაც მინუსი იყოს, მე სხვანაირად არ შემიძლია. რაც არ უნდა მწარეთ ვუთხრა ადამიანს სიმართლე, პირდაპირ სიმართლეს ვეტყვი, ჩემო ძვირფასებო. ეწყინება თუ არ ეწყინება, ყოველ შემთხვევაში აფერისტულად არ მოვიქცევი. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ვინმეს გამოიყენებს, გამორიცხულია. ხო, ასე რომ, ახლა თავის ქებას არ დავიწყებ. მოკლედ, ჩაიფიქრეთ ახლა ადამიანი, სასურველი ადამიანი, ეს რა არის, რა მოგვიბრუნდა აქ? რა მოგვიბრუნდა აქ? ადამიანი, რომელიც გარბის. გაუგებრობაში გარბის, მაგრამ უყურეთ მეგობრებო, ახლა მისი ენერგიები. აი მეგობრებო, ნახეთ ახლა რა სასწაულად აჭიკჭიკდა, თქვენ რო იცოდეთ. ნახეთ. აი თქვენზე ფიქრობ ჯერ 24 შვიდზე ეს ადამიანი. ხო, თქვენ ხართ მისი ენერგიის წყარო და ენერგიის წყარო ნიშნავს იმას, რომ ძალიან იზიდავთ ამ ადამიანს ფიზიკურად. ხო, ხა თუ არ გავაზვიადებთ სექსუალურად. ფიზიკურად ძალიან იზიდავთ. მეგობრებო, ხა არ თქვათ, არ დამიწეროთ ახლა, რომ რაღა დროს ჩემი ამას აკისრა და რაღა დროს ახლა ეს ჩემი სიტუაცია. ნურას უკაცრავად. ძალიან გთხოვთ და პატივს დამდებთ, თუ კი საკუთარ თავს პატივს ცემთ და რაია მამა მია, ხო. და ანა მარია. ქალბატონო ანა მარია. პატივს დამდებ და ეხლა რაც თქვი, იმას არ იტყვი. ხო, საკუთარი თავი, მეგობრებო, შეაფასეთ უმაღლეს დონეზე. მე გეტყოდით იმას. ხო, ეს ადამიანი ეხლა როგორ ენერგიებშია და შეიძლება აქამდე გაიქცა და გაურკვევლობაში იყოს, ან არ იცოდეთ სად იყოს. შეიძლება არ იცოდეთ მისი ადგილსამყოფელი სად არის ეს ადამიანი, ხო. ამიტომ გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი სერიოზულად ფიქრობს თავის ფასეულობებზე, თავის ღირებულებებზე. ნუ ამ ადამიანმა შეიძლება გაიაზრა ის, რომ თქვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ. ამ ადამიანს თქვენთან უნდა ახალის დაწყება, ცხოვრების გაგრძელება. სალამი მორიელ. ხო, ამიტომ ეს ადამიანი ახლა არის იმ სიტუაციაში, რომ ანუ ძალიან ისეთ სიტუაციაშია, ჩემო ძვირფასებო. მოდი ნახოთ კიდევ რაღაც აზრი გვირდავალაგე, თუმცა გარბის, სად გარბის არ ვიცი, მაგრამ გაუგებრობაშია წასული. იქნებ არ იცოდეთ სადაა.
ხო, ეს ადამიანი ელოდება დროის მოსვლას, რაღაცის დროის მოსვლას ელოდება, რომ დაბრუნდეს, რომ რაღაცა გააგრძელოს, რომ რაღაც დაიწყოს, რომ თქვენ ხართ მისთვის ძალიან სასურველი. თუმცა თქვენი ძალიან დიდი ნდობა აქვთ, ძალიან გენდობათ ეს ადამიანი. ხო, ნახეთ ახლა, აი მაგის პასუხია, იმ მშვიდობიანი, მშვილდოსანი. აი გაუგებრობაშია წასული, ვერ მიხვდებით ახლა თქვენ მის ამბავს, მეგობრებო, ასე რომ არ გაეკიდოთ ამ ადამიანს, არ გაეკიდოთ. ეხლა უბრალოდ ნახოთ რა სიტყვის, ხო? ეს ადამიანი უყურებს დროს, სულ რომ რაღაც ახალი დაიწყოს. ან შეიძლება რაღაც დაარგო, რაღაც დაიწყო და დროს ელოდება, როდის აღმოცენდება. ხო, ესე კიდევ რა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ერთგულად მიგიჩნევთ, ან შეიძლება თქვენი ერთგულია. ესეც შეიძლება იყოს, რომ თქვენი ერთგულია, მეგობრებო. კი, ახლა არ ვიცი რამდენად დაიჯერებთ, მაგრამ არ გღალატობთ. ამ ადამიანს თუ ახლა თქვენ ვერ ხვდებით რა უნდა და სად წავიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ შორის ღალატია. მოდი ასე ვიტყვი. ხო, თუმცა რაღაც შეცდომებზე საუბრობს და თითქოს ამ შეცდომების გამოსწორება უნდა. გაუგებრობაშია კი, რაღაც დეტალებს არკვევს თუ ირკვევს ეს ადამიანი. ამ ადამიანმა სიმართლეს რო გაუსწორა თვალი, მეგობრებო, ნახეთ, ფოტოკამერა და ფოტოკამერაში ხო დეტალები ჩანს, აი წერტილი, იმ შუა წერტილს პირდაპირ თვალი რო გაუსწორა, მეგობრებო, მიხდა რომ დამნაშავეა, მიხდა რომ შეცდა, მიხდა რომ გული აქვს დამძიმებული, მიხვდა რომ რეალობაში უნდა დაბრუნდეს. შეიძლებაც და ელვამ დაარტყა, მეგობრებო. ღმერთოსა წევი. ელვაში ხომ არ მოხდა, მეგობრებო. ელვაში დამბულთ ხასავითაა ჩემო ძვირფასებო. ხო ხვდებით ახლა? რასაც გულისხმობ. აცოდავი მისი დღე. არა, კითხვა პასუხი არა. ხა, ელვაში დამბულთ ხასავითაა, მეგობრებო. ელვამ დაარტყა ალბათ. შეიძლება ბევრი ვერცხლი უკეთია, ან ბევრი ოქრო უკეთია და ელვაში მოხდა და დაარტყა. აი, აღარ შემიძლია. ხო, ელვა აგერ, მეგობრებო, არ ვიცი. ილუზიები, ფანტაზიები. აი ამ ადამიანს თითქოს მართლა რაღაც გაუელვა შეიძლება თავში. და ხო. წევი და იქეთ და იმის იქით. ხა, ამას უნდა რა ცხა შელოცვა უნდა, მეგობრებო. რას მელაპარაკებით? ერთი მე უნდა შეულოცო, მეგობრებო. ერთ დღეს რას გავაკეთებ, იცით? აი, აღარ შემიძლია. სანამ ვიტყვი მეცინებ. ხო, მეგობრებო. შეშინებულის ლოცვა, თვალნაცემის ლოცვა, სულის ჩადგმის ლოცვა. ანუ ხო ხვდებით. ხო, ერთ დღეს მეგობრებო, ესეთ ავიჭერ დიდ ჯვარს, ხო და წავიკითხავ ლოცვებს და თქვენ ამ დროს თქვენი სასურველი ადამიანის ფოტო დაიკავეთ ხელში, მეგობრებო და აჰა, და პი. აი, აღარ შემიძლია. აი მეცუდა თუ არ ღმერთო. ხო, რა თქმა უნდა, აბა. ბანი. პირველი ხმა, მეორე ხმა და მესამე ხმა და სოფელი წაშენდება. ხო. მეგილოცავ თვალისა, თვალსემულისა, კაცისა, ქალისა, გოგოსა, ბიჭისა, შინაურისა, გარეულისა. აჰაი და პი, მეგობრებო. ხა. ხო არა, ანა მარია, კიდევ გავაგრძელებ, მეგობრებო. ამ ადამიანს ძალიან უნდა რაღაცით დაწყება, მაგრამ ეს არის ბალოტის ყვავილი და ეს ადამიანი ყოველ ჯერზე თითქოს რაღაც ახალ სიწყებს, მაგრამ არ გამოდის. არ ვიცი, მეგობრებო, ეს ბალოტის ყვავილი ჩემთვის უყურეთ ნაჩინაიძეს ნაჩალა, პაპრობ ბუიძეს ნოლა, ისევ და ისევ, ერთი და იგივე შეცდომებს უშვებს, ერთი და იგივე ნაირად ცდილობს, აი მიმართულებას არ ცვლის. მიმართულებას ეს ადამიანი არ ცვლის. სულ იგივე გზაზე დადის.
ფანტაზიები და ილუზიები. Воображение рисовать в своем воображении. ეს ადამიანი წარმოგიდგენთ თავის წარმოსახვაში, მეგობრებო, იცით? მე აქ ვხედავ მის სახეს. აი რაღაცნაირ სახეს ვხედავ ახლა მე აქ. მე ხო იცით ხა ესეთ რაღაცებს უფრო ვხედავ, ცეცხლზე, მასე ნაკვერჩხალზე, ესეთ რაღაცებს უფრო ვხედავ. მე აქ ახლა უცებ დავინახე თავისი სახე, გაოცებული სახე. ამ ადამიანს შეიძლება უყვარდეს სათვალეები, ცოტა მოგრძო ცხვირი კონდეს, ზოგს შეიძლება კონდეს თხელი ტუჩები, მოგრძო პირის სახე და შავი თმები. ხო, რაღაცნაირი სახე დავინახე, მეგობრებო, მისი კი. კიდევ რა შემიძლია რომ დავინახო? უღრან ტყეში დაკარგული ადამიანი, მეგობრებო, რომელიც გამოსავალს ეძებს. ხა, და რა გზას დაადგეს რო არ იცის. აი არ ვიცი რატო არის ესეთი ეს ადამიანი. უღრან ტყეში დაკარგულივითა. სათვალეს იძინებს, სათვალეთ იძინებს. მე შეგეტყვი და ეს ადამიანი თითქოს და უკვე აპირებს რომ აი თითქოს აი მეგობრებო, ეს ადამიანი ამ ადამიანს აი ნახეთ ეს ადამიანი იმყოფება ახლა განდეგილის პოზიციაში. ნახეთ, ცოტა არ იყოს და თქვენნაირ ენერგიებშია. ამ ადამიანმა მიხვდა თქვენი ფასი. ამ ადამიანმა მიხვდა რომ თქვენგან წავიდა ან შორსა რაღაც მოხდა. ზოგთან შეიძლება რა და ზოგთან რა. არ წავიდა, მოკლედ კარგად თქვენგან. აქ შეიძლება იყო მაგიაც. მაგია, მეგობრებო, თქვენ მიხვდებოდით რომ მაგია არის. შეიძლება იცით რომ მაგიაც არის. ამბობს რომ თქვენ ხართ სულმეითები. ხო, ძალიან ბევრი თქმა უნდა ეხლა ამ ადამიანზე, ეხლავე გეტყვით, მეგობრებო. ამ ადამიანს თუ თქვენ არ იცით, შეიძლება უნდა რომ წმენდები გაიკეთოს. ან უკვე იკეთებს წმენდებს. ამ ადამიანს აქვს რაღაც ჩაფიქრებული. ამ განდეგილობის სიტუაციაში და პოზიციაში ძალიან ბევრი იფიქრა და გააცნობიერა ის რა არის მისთვის ფასეული და ღირებული, ოღონდ სერიოზულად. ნახეთ, აბეძინ ამ ადამიანს უნდა რომ ისევ დაგიბრუნდეთ. ძალიან უნდა რომ დაგიბრუნდეთ. კი, ძალიან საჯაროა კი, ძალიან უნდა რომ დაგიბრუნდეთ, მეგობრებო. თქვენ ხართ მისთვის ერთადერთი და განუმეორებელი, თუმცა შეიძლება მართლა იყოს თქვენს ურთიერთობაში მაგია, ეს მაგია შეიძლება იყოს შავი მაგია, ნეგატივი. ზოგთან ნეგატივი შეიძლება იყოს და ზოგთან მაგია. შეიძლება პირადად ურთიერთობაზე არ იყოს გაკეთებული, მაგრამ ამ ადამიანს კონდეს რაღაც წარსულიდან გაკეთებული, რადგან აქ ფეხი ხატია, ხო, შეიძლება წარსულიდან მოდის რაღაცეები, ამიტომ მეგობრებო, არის ახლა გაურკვევლობაში წასული. ნახეთ ახლა რა შთაბეჭდილება დამჩა მე აქ. რადგან წასულია ეს ადამიანი და ნამდვილად წასულია აქ გვაჩვენებს წასვლას, მეგობრებო, ხო? პირველი კარტი გაქცევის და წასვლის. ეს ადამიანი აუცილებლად იკეთებს წმენდებს და ფიქრობს, რომ ეს წმენდები მას გამოიყვანს ამ ნეგატიური სიტუაციიდან, ამ კრიზისიდან გამოიყვანს და მოვა თქვენამდე. სამეშა წელს თუ აქ ჩარევებია. დასასრული ამ წმენდებიდან ეს ადამიანი დაასრულებს ამ თავის წარსულს და გულღიად მოვა თქვენთან. პასუხისმგებლობით მოვა თქვენთან. შვიდობით მოვა თქვენთან და მოვა ამაყად, მეგობრებო. თქვენს ურთიერთობას თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი პერსპექტივაში ხედავს კი. იცოდეთ რომ თქვენს ურთიერთობას პერსპექტივა აქვს. ხმამაღლა შემიძლია თქვა. რო კი. აი ესეა, ჩემო მეგობრებო. ნუ ეხლა ვისთან რა და ვისთან რა, მეგობრებო, ამიტომ თქვენი სიტუაცია, თქვენი პოზიცია აიღეთ და ხო, უბრალოდ რაც თქვენია აიღეთ, რაც არა და გაუშვით. ხო. ამიტომ ეს ადამიანი აუცილებლად დაბრუნდება, ნახეთ, გადაურიე კარტი და რა გამოვიდა. უთქვენოთ ამ ადამიანს ძალიან დიდი ტკივილი აქვს, თქვენი შეპყრობილია,
თქვენს ხაფანგშია მხვეული და აქამდე თუ გაურბოდა რეალობას, ამ რეალობიდან გაქცევას, მეგობრებო, ეს ადამიანი ძალიან ცუდად რაც გაიქცა და გარბოდა, ამიტომ ხო აქ მაგიაა, მეგობრებო, აქ მაგიაა. აქ არის ზემოქმედება, ამიტომ ამ ადამიანიდან ელოდეთ მობოდიშებას, ბოდიშის მოხდას, ან საქციელით, ან სიტყვით. ხო, ვისთან რა და ვისთან როგორ, მეგობრებო, იმიტომ რომ რაღაც ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენათ. მან ჯერ თქვენ და ეხლა მას თვითონ აქვს ეს გულის ტკივილი. მოდი ასე ვიტყოდი, რამდენი დაიჯერებთ, ეხლა არ ვიცი, მაგრამ სინდისის ქეჯნა აქვს ამ ადამიანს. სადაც ეს ბარათი ამოდის, მობოდიშება, იქ უკვე ადამიანს აქვს სინდისის ქეჯნა. შეიძლება ძალიან ეგოისტია და ძალიან საკუთარ თავზე შეყვარებული, შეიძლება ნარცისული საქციელებითაც გამოირჩეოდეს ეს ადამიანი, ამაყი, აი ძალიან ისეთი რა. აი მე ვარ და ჩემი ნაბადიო რო იტყვიან, შეუპოვარი, მაგრამ ნუ იცის რომ დააშავა. ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის რომ უკვე დააშავა. უკვე კარგად იცის რომ დააშავა, ამიტომ უნდა რომ მოიხადოს ბოდიში და უნდა რომ ხო ამბობს იმას რომ ძალიან წუხს. უნდა ბოდიშის მოხდა, უნდა დაბრუნება და ძალიან განიცდის ამ ყველაფერს. თუმცა დიდი გულით და დიდი სიყვარულით უნდა მოსვლა თქვენამდე და თქვენს იქეთ გზა არა აქვს რო იტყვიან, ასე რომ თქვენთან აი ეს ბარათი თქვენთანაც ამოვიდა. აი თქვენ როგორც თქვენ გინდათ აი ესეთი ენის დაბზეკვის სიტუაცია. ნუ მოდი ესე ვიტყოდით, თვითონაც ძალიან ბევრს ფიქრობს ამ სიტუაციაზე, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, კიდევ დამამტკნარა, კიდევ თვალი, კიდევ ნეგატივი და თუ კი ჩაიტარებთ ცოტა არ იყოს დაწმენდებს, ძალიან კარგი იქნება. ხო, იცის მან ეს ძალიან კარგად იცის რომ ესეთია და რა გააკეთოს. ეხლა ხვდება, მეგობრებო. ხვდება ამ ყველაფერს. არ გეგონოთ რომ ნარცისები ვერ ხვდებოდნენ თავის დანაშაულს. არც მასე არაა საქმე, მეგობრებო. არც ესე არაა საქმე, თქვენ რო გონიათ. ყველაფერს ხდებიან ნარცისები, თქვენ რა გგონიათ, არ იციან, რომ ცუც აკეთებენ და ცუდად იქცევიან, ძალიან კარგად იციან. უბრალოდ აღიარება უჭირს ზოგს. აი ეს ადამიანი ახლა ვინც მოვიდა დღეს აქ, ხო, ეს ადამიანი აღიარებს იმას, რომ ბოდიში უნდა მოგიხადოთ. თან ძალიან დიდი ბოდიში. ხო. ან სამყარო მიიღო, ან სიმზომამდე რომ თქვენთან მოვიდეს და ბოდიში მოიხადოს. ხო, ფალთანაც ძალიან ბევრი ბოდიში აქვს მოსახდელი, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ის დახასიათება და ვისთანაც რეზონირდება. დარჩით და გავაგრძელოთ. ვიცით, ერთ რაღაცას გეტყვით. შეიძლება ადამიანმა არ აღიაროს, მაგრამ საქციელით დაგანახოთ, რომ თვითონ ძალიან ნანობს. აი შეამჩნევთ, მეგობრებო. თქვენ მიხვდებით, მე რასაც ვსაუბრობ, ძალიან კარგად მიხვდებით, უყურეთ. შეიძლება ადამიანს არ უყვარდეს საუბარი, მაგრამ საქციელით მიგახვედრებთ. აი ისე მოვა რაღაცნაირად თქვენთან, რომ ხო იმას თუ არ გეტყვით სიტყვიათ და მთელი წინადადებებით არ ჩამოგიყალიბებთ, რომ ძალიან ნანობს და ბოდიშს გირდით, ხო? საქციელით მიხვდებით. კი. საქციელით მიხვდებით, საქციელით მიხვდებით, მეგობრებო. ხო, ასე რომ, კი, ნახე, ნახე, გამომივარდა კარტი, მოვა ამის დროც. შეიძლება თქვენს პარტნიორს საათზე ყურება უყვარდეს დროის, აი ნახეთ, გარისკავს. კი, ელოდეთ ამ ადამიანიდან გამოჩენას, თვითონ ასე ფიქრობს. უბრალოდ რაღაც დროს ელოდება. შეიძლება მომენტს ელოდება, რაღაცას ელოდება, შეიძლება ერთი ციკლი დამთავრდა და ეხლა დაიწყებს მეორე ციკლი დაიწყება. შეიძლება ხშირად უყვარდეს საათზე ყურება, დროის კითხვა, დრო რა დროა, შეიძლება აი ზუსტ დააკვირდით, აი ნახეთ. ხა, შეიძლება ესეთი სტილი იყოს, მაიკა და საროჩკა, ანუ რა ქვია, ღმერთო, ქართული აღარ მახსოვს. ხა, აი ან ესეთი იყოს ვიზუალურად.
მოკლედ შემოძვირფასებო. ყავის დალევა უყვარს და ყავის დალევის დროს კიდევ ესე უყურებს საათს კი აქ ყავა უკავია ახლში და შეიძლება უყვარდეს კიდევ ესე სიბნელეში ნატურასთან ჯდომა. ნატურა აი მაღალი შუქი არ უყვარდეს და დაბალი შუქით უყვარდეს აი ესეთი პატარა ნატურით ყოფნა ნატურიან ოთახში ყოფნა უყვარდეს. ღმერთო ენა დამება მეგობრებო. მოკლედ ესეთი იყო თქვენი და მისი ენერგიები მეგობრებო, გოგოებო და ბიჭებო. ასე რომ ეხლა მოდი ჩვენი სასურველი თემა, ანა მარიას შემოთავაზებული სასურველი თემა და ჩვენი თემა არის დღევანდელი ესეთი. ჩაფიქრებული ადამიანის გულწრფელი საუბარი შენს სულთან. აი რას საუბრობს ეს ადამიანი? რას გელაპარაკებათ, რაზე გესაუბრებათ შორიდან? აი ყოველთვის სული, სასულებმა რაღაც შეთანხმდნენ, ხო? სულებმა. თქვენმა და მისმა სულმა, მოდი ასე ვიტყვი, რაღაც დროის უკან ამ ცხოვრებაში მოსვლამდე რაღაც მოილაპარაკეს. აი რა არის ის რაც მოილაპარაკეს? რა არის ის რაც მოილაპარაკეს? ესე უნდა გადავურიო მეგობრებო. ჩემზე მოსაუბრო ყველაფერს ახლა შეინახეო. მორიო რა არის ახლა ეს? მე ვსაუბრობ აქ ჩემთვის მეგობრებო, თქვენს გასაგონად. აქ ახლა მე 50 რამდენი ადამიანი მიყურებს? 54 ადამიანი მიყურებს. მე ახლა აქ არ ვუყურებ ვინები ხართ მეგობრებო, გეფიცებით. მე არც კონტროლი მაქვს, რას ვსაუბრობ, თქვენ არ ვიცით თუ იცით. მე რასაც ვსაუბრობ არ ვიცი, მე ბოლოს გადმოტვირთვის დროს ამ ყველაფერს ვუსმენ. ჩემს საუბარს ვუსმენ მეგობრებო, თქვენ რა გონიათ? მოკლედ ჩაიფიქრეთ ადამიანი და დაუსვით ესეთი კითხვა, რას საუბრობს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის, აი რას გესაუბრებათ? თქვენს სულს რას ესაუბრება? რა არის ის, რას გესაუბრებათ მეგობრებო? რას თათბირობენ სულები, როგორიც ვარ ყველაფერი ემთხვევაო, გაიხარე. შენ მორიელ შენ წერა მას? დავიწყოთ მეგობრებო, დავიწყოთ. ხო, წყალი თუ გაქვთ მომარჯვებული, გული გაიგრილეთ, ასე რომ მისი საუბარი, მისი გულწრფელი საუბარი თქვენს სულთან. და დავიწყოთ. ხო, მეგობრებო. და აი რა გავაკეთო, მითხარით. ანა მარია რა იყო? მეგობრებო, რა იყო? რა იყო მეგობრებო? მეგობრებო, ნუ აღარ შემიძლია უკვე. ახლა ნახეთ რა ხდება აქ. აი საუბრობს იმას, რომ ძალიან რთულ გზას გადის ეს ადამიანი. რა უნდა და გეტყვი ახლა? ეს ადამიანი ძალიან რთულ გზას გადის. იმ გზას რაც გადის, მისთვის არის ჯოჯოხეთი. ამ ადამიანს აქვს რაღაც დამარცხებები, რაღაც სიტუაცია, სადაც ჰქონდა წარუმატებლობები, კამათობაც ჰქონია, ზედმეტი გულკეთილობაც ჰქონია, რაღაც ერთ წრეზეც უვლია. ამბობს იმას კიდევ, რომ ეხლა ისეთი სიტუაცია აქვს, რომ პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია მეგობრებო. პასუხისმგებლობა არ შეუძლია სიყვარულზე, ურთიერთობაზე, სტაბილურობაზე. თუმცა თქვენ ხართ მისი ინტერესი. თქვენით ეს ადამიანი ყოველთვის არის დაინტერესებული, მაგრამ ის, რომ ეხლა პასუხისმგებლობას გაურბის,
ამაზე საუბრობს. ხო. კი, ამაზე საუბრობს მეგობრებო. ზედმეტად ფრთხილია, ზედმეტად გულჩაკეტილია, ზედმეტად პერფექციონისტია გამხდარი. თითქოსა ეს ადამიანი, იცით რა, ფაქტებს ვერ უპირისპირებს ერთმანეთს. ანუ ესეც ისაუბრა თქვენს სულთან. ანუ იცით რა ხდება? დაჯდება, თვითონ დაჯდება მეგობრებო და მართლა ესე გესაუბრებათ, ნახეთ და ესე ძალა გამოცლილია. ძალიან უნდა რომ უცებ რაღაც გადაწყვიტოს, უცებ ესე წამოხტეს და გამოქანდუიწე. აი რაღაც შევიცლია. ანა მარია, გამოქანდუიწე გააკეთოს, მაგრამ არ გავასდის. ხა, ნახეთ? ბალანსი უნდა თქვენთან, გამოექანოს უნდა თქვენთან, ჩაგეხუტოთ უნდა თქვენ. ძალიან უნდა ბევრი სურვილები და ოცნებები აქვს თქვენთან. ძალიან ბევრი ემოციები აქვს თქვენთან, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ყველაფერი არ შეუძლია. ხა. და ამ ყველაფერს ზის და საუბრობს, რომ ვერ მოვდივარ შენთან. აი მინდა უცებ გამოვიქცე, გამოვექანო, ჩაგეხუტო, მოგიახლოვდე. აი როგორი სითბო, აი შენი სითბო ვიგრძნო, ჩაგეხუტო ვთქვათ, ხო? მაგრამ აი რაღაცნაირად იგნორი. აი ნახეთ? ადამიანი ფიქრობს ახლა რომ მოვიდეს და არ გაუმართლოს, რაღაცამ ხელი შეუშალოს. ან დაგპირდეთ და მოსვლა დაგპირდეთ და იმ დროს ვერ მოვიდეს. მაც არ იცის მეგობრებო. ხა, იქიდან ზევიდან, შკაფიდან. აი აღარ შევიცნია. პანტერა შკაფიდან. ხა. დანელია რა არის ახლა ეს? ხა, აი, მოკლედ ახალი სიტყვები მომაქვს ყოველ ჯერზე მეგობრებო. ხო, ნუ რა ვქნათ ახლა? ყოველთვის ერთი და იგივე სხვა არ გავიმეორებთ, ჩვენც ცოტა პოზა უნდა შევცვალოთ. პოზას დაუმატოთ. პოზა ვიღებთ პრუწუნსო, თუ ლუწუნ პრუწუნსო, რა ქვია, როგორაა? ხა. აი აღარ შევიძლია. აი ესე. ხო, ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან ერთად დასვენება. მე გეტყვით ახლა ერთ რაღაცას. ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში, მეგობრებო. ტრანსფორმაცია ზოგადად არის ძალიან რთული, ვიცით. ჯოჯოხეთია. ხო, ხითხითები, ანა მარია ფილტვები დაგეწმინდება და ჟანგბადი მიგეწოდება ტვინზე უკეთესად. ხო, ეს ადამიანი გადის ახლა ტრანსფორმაციას. აი ხო გეუბნებით, ძალიან უნდა ახალი შესაძლებლობები, ძალიან უნდა თქვენთან ხვავი და ბარაკა. ძალიან უნდა აი რაღაც სიმდიდრე, დაცულობა, ბედნიერება, აი მატერიალური კარგი სტაბილურობა, მაგრამ ხო, ეხლა იმყოფება ტრანსფორმაციაში. შეიძლება ეხლა ისვენებდეს სადმე, წასული იყოს და ისვენებდეს, ან მარტო იყოს. თუმცა ძალიან უნდა თქვენთან რომანტიული საღამო მოგიწყოთ, თითქოს სადმე დაგპატიჟოთ, თითქოს რაღაც გაჩუქოთ, ან მთაში, ან ბარში, ან ზღვაზე, აი სადმე მეგობრებო, მაგრამ არ გამოსდის. იმიტომ რომ ამ ადამიანს თავისი ცხოვრება ძალიან აქვს შესაცვლელი, ნახეთ, ტრანსფორმაცია, სიკვდილის არკანი. ეს არის ძველის დასასრული და ახალის დასაწყისი. ეს ადამიანი ემზადება ახალისთვის. ამ ადამიანმა უნდა გაიაროს ეს ჯოჯოხეთის გზა. ხო, ამიტომ ხო ნახეთ, ქვემოდან რა კარტია კიდე ბრძოლობს, ძალიან ბევრს ბრძოლობს და თქვენ
გეტყოდათ იმას, რომ მე ძალიან ვებრძვი თავსაც, მე ძალიან ბევრს ვებრძვი სხვებსაც, მე ვიმყოფები ახლა ტრანსფორმაციაში და მინდა რომ ეს ძალიან მალე დასრულდეს. ამას საუბრობს მეგობრებო თქვენს სულთან, მისი სული საუბრობს იმას, რომ უნდა რომ გამოვიდეს გამარჯვებული ამ ყველაფრიდან. ამ ტრანსფორმაციის შემდეგ ამ ადამიანს სურვილი აქვს, რომ თითქოს რაღაც ახალი შანსი აიღოს ცხოვრებაში და ამ ახალ შანსებს და ახალ სიტუაციებს გაყვეს თავისი მთელი შემართებით. აი, თავისი შემართებით. არა. შვილდოსანი, მარტო შენ არ ხარ მასე. ძალიან ბევრია მასე სისხლის მწოველი ადამიანისგან დაჩაგრული. არი ნერვიულოთ მეგობრებო. ერთი და ორი ადამიანი არა ესეთი. ძალიან ბევრია, ამიტომ რა ვქნათ? დეგრადირებული. ხო, ჭიკჭიკება ნოტებზე. გავაგრძელებ მეგობრებო. რას გეტყოდათ, რას საუბრობს, რას გესაუბრებათ ეს ადამიანი შორიდან. ეს ადამიანი ამბობს, რომ ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხართ, ძალიან ლამაზები ხართ, ძალიან მიმზიდველები ხართ, მეგობრულები ხართ, ღირსეულ ადამიანად მიგიჩნევთ, გულწრფელ და ძალიან ინტერესიანად. თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც გამოხატავს ძალიან და აფრქვევს ამ სითბოს. აი, თქვენს გზას ვინც გადაეყრება, მეგობრებო, შეუმჩნეველი არ დარჩებით, იცოდეთ. ვინც არ უნდა ჩაგიაროთ გვერდით, თქვენ კვალს ყოველთვის ტოვებთ ყველგან. ამიტომ საკუთარ ნერვებს უნდა გაუფრთხილდეთ მეგობრებო. არავის გამო არ ხირს არაფერი, ხო იცით? ხო, კიდევ. რა არის მისი გულწრფელი საუბარი? ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც იმუშაოს. ამ ადამიანს უნდა რომ გამოიმუშაოს და რეორგანიზაცია გაუკეთოს თავის ცხოვრებას, ფინანსებს, შემოსავალს. ამ ადამიანს ძალიან დიდი ინტერესი აქვს ახლა ფინანსების. ხო, იმიტომ რომ არ დაუთმობ არავისო, შეიძლება იყოს ძალიან დიდი მესაკუთრე, რაც მისია. ხო, დღე და ღამე არ მინდა გასაყოფიო ამბობს. კიდევ შეიძლება იყოს წუწურაკი. ამ ადამიანს შეიძლება უყვარდეს ძალაუფლება, ხო. ძალაუფლების მოყვარული იყოს ზოგადად ყველგან. უფროსობა უყვარდეს შეიძლება კიდევ. არა, არ ღირს. ეს გაბრაზება სხვა რამეზე გადაიტანე. არავის არ შეაგლიჯო ნერვები. მე მეგობრებო, სხვათა შორის გასალანძღავათაც არ დავიღლი ნერვებს, რო იცოდეთ ისე. ეს ისევ თქვენ დაგაცარიელებთ, იცით? ასტუხიანი არაო, მორიელ, ელასტიკებიანი მინდაო. მეგობრებო, მოდი ახლა მე მინდა ვკითხო თქვენს პარტნიორს, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. აი, რას საუბრობს თქვენს სულთან? რა არის ხელისშემშლელი ფაქტორი თქვენთან მოსასვლელად? კიდევ აბა ვკითხოთ, ეს შეკითხვაც დავუსვათ. რა არის ხელისშემშლელი ფაქტორი? ხო. ხელისშემშლელი ფაქტორი რა არის თქვენთან მოსასვლელად? სამართლიანობა. თქვენი ეშინია, მეგობრებო? რომ ესე კისერს მოაჭრით? ოხ! მე გეტყვით ერთს, სასწაული თუ გინდოდეს, ამ ადამიანს თქვენი შიში აქვს. ამ ადამიანმა შეიძლება იმდენი დაიგვიანა თქვენთან მოსასვლელად. ხო, თქვენ ამბობთ, ნახეთ? თქვენ ამბობთ, რომ სამართლიანად მოგჭრით თავს. ასე ეტყვით.
სამართლიანად მოგჭრითავს, სამართლიანად მოგკვეთავ, სამართლიანად გაგანადგურებ, სამართლიანად დამსახურებულად რა თქვენი ეშინია ამ ადამიანს, თქვენი კრიტიკის ეშინია, თქვენი ხმლების ეშინია, თქვენი გაბრაზების ეშინია, მოკლედ თქვენი შეხედვის აი პირისპირ რომ დაგიდგეთ თვალს ვერ გაგისწორებთ ეს ადამიანი. თვალს ვერ გაგისწორებთ ეს ადამიანი მეგობრებო. იცოდეთ. ხო, ერთი წუთით პაზლი ჩავსვამ. ამან ხომ მომყლა ყოველ საღამოს. ხო. თუმცა ახალის დაწყება უნდა კი. ძალიან ბევრს გესაუბრებათ, მართლაც ბევრს გესაუბრებათ მეგობრებო ფიქრებშიც და ხო, ანუ იმას რომ ძალიან კატეგორიულები ხართ, გამხდარი, ძალიან მართლა ეშინია თქვენი. თუმცა ბალანსის დაცვა და დაბრუნება უნდა, ამ სიტუაციის მიწყნარება ძალიან უნდა. ამბობს რომ გეუბნებათ ეს ადამიანი და გესაუბრება იმას რომ მე სურვილი მაქვს ვიმუშაო ამ ურთიერთობაზე, მე სურვილი მაქვს დავიწყო ეს ურთიერთობა, მე სურვილი მაქვს ვიყო სამართლიანი და ის რომ ბალანსი იყოს ურთიერთობაში, ანუ მივაწყნარო ეს სიტუაცია. ასწავლე. მიშველეთ რამე მგონი შეყარებული დამშორდა. მოკლედ მეგობრებო, მოდი ახლა გავაგრძელებ. ძალიან მინდა ვკითხო თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, რას ინატრებდა, რას ნატრულობს? რას ნატრულობს? რა არის მისი ნატვრა, მისი სურვილი? მისი სურვილია ის რომ მანამ იბრძოლოს და მანამ ინერვიულოს, სანამ არ მიაღწევს საწადელს თქვენთან დაკავშირებით. თუმცა ძალიან ბევრჯერ უნატრია სიკვდილი, ძალიან ბევრჯერ უნატრია თითქოს რაღაც ცუდი. შეიძლება ცუდი უფიქრია, უნატრი არა. ხო, რაღაც მსგავსი კი. ძალიან ისეთია, ეხლა გაუბედავია გადაწყვეტილების მიღებაში. ძალიან ისეთია გადაწყვეტილებაში, თითქოს რაღაც ჭორისახით ამბებს გებულობს. შეიძლებაც და უსიამოვნებაც გქონდეს ამ ადამიანს. რას ინატრებდა? რას ინატრებდა მეგობრებო? რას ინატრებდა და ამ ადამიანმა ძალიან ბევრი არა, ამ ადამიანმა მეგობრებო ისეთი რაღაცა გააკეთა. ერთი წუთით ახლა გეტყვით. ამ ადამიანმა იმდენად გადკინათ რაღაცნაირად გული, რომ აი ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ურთიერთობა ეხლა რა ფაზაშიც არის, აქამდე მოსულიყო. ანუ რა სიტუაციაც გაქვთ ეხლა თქვენ, ეს არის მისი საქციელიდან გამომდინარე. მისით არის ეს ყველაფერი, ეს გაუგებრობა, აი თითქოს სირცხვილი
სირცხვილ ნაჭამია თქვენთან მიმართებაში, ფანტაზიებშია თქვენთან მიმართებაში, მანიპულაციები ქონდა თქვენთან მიმართებაში. ნახეთ, ეს არის მოტყუების კარტი. რაღაც ხრიკი, რაღაც ეშმაკობა გამოიჩინა ამ ადამიანმა. ეს შეიძლება იყოს 21 წლიდან 35-40 წლამდე ასაკის ადამიანი, რომელმაც ესე ხო რაღაც ცუდად მოიქცა თქვენთან. რა სინატრებდა თქვენთან დაკავშირებით? კიდევ ცდას. ეს ადამიანი ნატრულობს თქვენთან დაბრუნებას, რომ კიდევ ეცდება. კი, იცოდეთ რომ კიდევ ეცდება. თქვენი ურთიერთობა დასასრული არ არის. თქვენი ურთიერთობა არ დასრულებულა მეგობრებო. ანუ ამბობს, ცოტას მოვიცდი და ისევ ეცდებიო. ამას ამბობს. ცოტას შევისვენებ. ცოტას შევისვენებ და ისევ დავიწყებო. ამას ნატრულობს, რომ ისევ დავიწყებო, ანუ თავს არ დაგანებებთ. იქ აჩვენა, რომ ძალიან დიდი მესაკუთრეა, ამიტომ ამ ადამიანს თქვენ ასე იოლად ვერ მოიშორებთ, მეგობრებო, მე მინდა გითხრათ. თუ კი ვინმეს აინტერესებს დასრულდა თუ არა ეს ურთიერთობა, მე გეტყვით, რომ ეს ურთიერთობა არ დასრულებულა. ეს ადამიანი ესე ადვილად არ დაგთმოთ. ეს ადამიანი ძალიან ბევრს იბრძოლებს იმისთვის, რომ და ძალიან ბევრი სურვილები და ოცნებები აქვს თქვენთან დაკავშირებით. ნუ თქვენი ენერგიით ეს ადამიანი არ ვიცი ღარამდეს მოგეწონებათ, მაგრამ იკვებება. ხო. მოგეთ. გავაგრძელებ მეგობრებო. რას უნდა ელოდოთ მისგან? აი რა ნაბიჯებს კერძოდ კონკრეტულ რა ნაბიჯებს უნდა ელოდოთ მისგან? რას უნდა ელოდოთ მისგან? სრულყოფილებას, აღიარებას, მიღებას, ასრულებას, განხორციელებას. მეგობრებო, თუ ეჭვი გეპარებოდათ, არ შეგეპაროთ ეჭვი. ხო, ეს ამ ადამიანიდან უნდა ელოდოთ ვაიმე კიდე კაი რო ვერ მხედავთ ეხლა და ესე პირისპირ რო გეჯდეთ ლაივში, ესე რომ მხედავდეთ ეხლა მიყურებდეთ და აი როგორ მამთქნარებს მეგობრებო, ხო რა საზიზღრული დასანახია. და ცრემლები მომდის უბრალოდ. ხო. აი წარმოიდგინე ეხლა ანა მარია, რა სასიამოვნო დასანახია, ყოველთვის რომ ამდქნარებს ადამიანი, ხო? აი დედას ფიცავარ მეგობრებო, ცრემლები მომდის. რა უნდა მიშველო, მომაშორე ეს ადამიანი, კაცო. სახელისა ძისა მამისა ღვთისა ლოცვა ნათვალებისა. მომაშორე ეს ადამიანი. შენ რა გაგატირებს ადამიანო? აი ვეღარ შევიძლია. შენ რა გაგატირებს? შენ რა გაგატირებს? სახელით არ გიწერია რომ მოგმართო. ვიხარ, რა ხარ, რა გატირებს? აი ვეღარ შევიძლია. მეგობრებო, ხა, მეგობრებო, არავის გამო არ ღირს ნერვების აშლა. სად წავიდე არ ვიცი. აი პრესა სად გადავხარხარდე არ ვიცი. ალი და ბალი რა გვინდა კაცო? მორიელ, შენ ჩემი შელოცვა არა, ია შელოცვა მოგიხდა მე მგონი. და რას ნიშნავს? ალინა, რაზე ამბობ რას ნიშნავსო? მე სიცილით ვხდებიო. ხო, ელოდეთ,
ხედა მეგობრებო, წამომამხო თავზე ყველაფერი. ხო დაინახეთ. წამომამხო თავზე ყველაფერი დამაყარა. ხო. ეხლა რა მინდა გითხრათ? რას მოიმოქმედებს? გაღიარებთ. აღიარებას მიიღებთ მისგან. ოღონდ როის არ ვიცი. როის მიიღებთ არ ვიცი. სულები. აი, კარგი ვთქვი წეღან, როდის არ ვიცი მეთქი. მეგობრებო, რას მოიმოქმედებს? რა იქნება მისი მოქმედება? მისი მოქმედება რა იქნება? მისი მოქმედება რა იქნება? ამ ეტაპზე არაფერი. ამ ეტაპზე არ ელოდოთ ოჯახი შექმნას, ამ ეტაპზე არ ელოდოთ ცოტა დააგვიანდება. მინდა გითხრათ, ნახეთ. ხო, შეიძლება მოვიდეს გაუგებრად. ანუ მოსვლით შეიძლება მოვიდეს, გამოჩნდეს, ზოგთან შეიძლება წერილობითი, შეიძლება ფიზიკურად მოვიდეს რაღაც, მაგრამ გაუგებრად მოვიდეს, მეგობრებო. აზრს ვერ გამოიტანთ მისი საქციელიდან, მისი სიტყვებიდან, მისი ქმედებებიდან, აზრს ვერ გამოიტანთ. კი, მოვა აღიარებით მე რამდენჯერ დავაღებირი ღმერთო. თუმცა მინდა გითხრათ, თუ კი ინტერესი გააქვთ, რომ ყავს თუ არა ვინმე ამ ადამიანს, შემიძლია ხმა მაღლა 1000%-ით გითხრათ, რომ არავინ არ ყავს. ადამიანი ავათაა. ადამიანი ავათაა. ავადმყოფობს. არავინ არ ყავს. მიხვდით ახლა რაც ვიგულისხმე. რა ყოლაზე და რა არ ყოლაზეა საქმე? ტება კაცს. დემართა გაჭირვება. ხო. პროსტატა დემართა მგონია ანა მარია. აი აღარ შემიძლია. აი მე თქვი დიაგნოზი ანა მარია. დესტუკამატორია. აი აღარ შემიძლია. მერთო აღარ შემიძლია. მეგობრებო. სიცილის ოთახი უნდა გავხსნა ერთი. რას მეტყვით? სიცილის ოთახი. სიცილის ოთახი. ადამიანი ავათაო. ხო, ავათა ადამიანი. ადამიანი არის ავადყოფობს. ხო, ახლა აქ თუ იყო ჯამრთელი, დარბოდა ენა გადმოარდნილი, აშვერილი ზეით. მე აღარ შემიძლია. ბევრი ვინა ეთყობა მეგობრებო, რაიკი და ვინიცის. მე მაპატიეთ ამ ჩემი გამოთქმისთვის. ხა, ეხლა უკვე ამობრუნდა ვსა. აი აღარ შემიძლია სასწაული. ხა. მეგობრებო, გავაგრძელოთ. სიყვარული თუ აქვს ერთი რა მაგის პასუხია და ხა. სიყვარულზე რას გვეტყვის? როგორ? რას ქვია ვღადაობ? ალინა, რას ქვია ვღადაობ? კაი რა, რატომ ვღადავებია? ახლა ცოტა იუმორით თუ არ ჩავთეთ. არ გამოვა არაფერი. ხო, ლიმიტი თუ ამოწურულია არ გვინდა. არავის არ გვინდა.
ადამიანო, შეხედე ამას რა აწერია. მედია ნახე რა აწერია. ხედა რა აწერია? ხომ ხედა? ავათა, აბა რა, ახლა ამას რა ქვია, ავატყოფობა არ ქვია? ხო. ცოტა ჩვენ გავამუქეთ. ეხლა გეტყვი, ერთი წუთით, სადა ის აი ერთი წუთით, ამას ამ კაცს ხო ხედავ? აი რო არ გჯერა ეხლა, რო არ გჯერა. ეხლა რასაც მე აქ საუბრობ და მე მართლა ხუმრობა, მაგრამ ისეთი ხუმრობის დედავატირეო, ნაქვამია გურიაში, სიმართლე რომ არ ურევია შიგნითო. ამ კაცს ხედავ რა აწერია აგერ? ხომ ხედავ? ესეც მე ვარ? ჰა? რას ქვია ხუმრობ? ხომ იცი ეს სიტყვა რას ნიშნავს? ხო, აი მაგას ნიშნავს ზუსტად. ხო. მაგას ნიშნავს ზუსტად, რაზეც მიხარხარეთ წეგან ჩვენ. ჩემო კარგო. ხო, დაეწყო პროსტატა. ხო. ასე იცის ბევრმა სირბილმა მეგობრებო, მეტი კერაფრიდან ჩდება. ზუსტად მაგიდან ჩნდება. ხო და ირბინოს ეხლა. ხო. ხო. გავაგზელებ მეგობრებო. რა დავსვი წეგან რა შეკითხვა და ხო ტვინი ხომ გამიბრუვა უბრალოდ. ახლა შენ მაგაზე ინერვიული ამიღამ და მაი გვანერვიული ახლა ჩვენ თუ ამუშავდება მაი. აი რა შეიძლება. აი რა შეიძლება. გოგოებო. ამიღამ არ დამეძინება. დავჯდები და მოვხსოვ. ხსოვა შემიძლია კი? ხა. ასწავლებს ხსოვ ოღონდაც. ხო, სიყვარული თუ აქვს მეთქი. ხო, აი, ხო ხედავთ და მავიწყდა. ბოლო რას გვეტყვის, კაცო, ყველაფერი, მაგრამ ხო, სიყვარულზე არ საუბრობ. სიყვარული თუ აქვს თქვენი მეგობრებო? თუ აქვს თქვენი სიყვარული? ძალიან დიდ დანაკარგებშია. სიყვარული თუ აქვს თქვენი? მეგობრებო, იცი რაზე საუბრობს? იცით რაზე საუბრობს? ეს ადამიანი ძალიან დიდ დანაკარგებშია. უყურეთ, ახლა გეტყვით. აუცილებლად გამოვა ამ სიტუაციიდან, აუცილებლად გადმოდგამს ნაბიჯს, აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ უყურეთ, ახლა რაშია საქმე? გამოჩნდება, მაგრამ დადგმული სცენებით. არტისტულად გამოჩნდება, მეგობრებო. ზოგს შეიძლება სკანდალიც მოგიწყოთ. აქეთ დაგადანაშაულოთ. ზოგს შეიძლება პირიქით რაღაც დადგმული, ორგანიზაციულად დადგმული რაღაცით მოვიდეს. ხო, შეიძლება ის თქვას, რომ ხო, ანუ ამისაც ეშინია, რო არ მიიღებთ. ანუ მისი ეს სცენები თქვენთან უკვე აღარ მოქმედებს. ხო. ამასაც ფიქრობს, რომ არ იმოქმედებს. მისი ეს ეგრეთ წოდებული სცენები. სცენარი დაწერილი თვითონ წერს და თვითონ კითხულობს. სიყვარული თუ აქვს? ჯიუტი, ჯინიანი, მჯილეხი. მოდის მეგობრებო. მოდის. ეს ადამიანი ამბობს, რომ დრო ყველაფრის მკურნალია და მოვდივარო. ჯიუტად მოდის. თუმცა ძალიან ჭკვიანია ისე, მაგრამ სათავისოდ. არა, არ გინდა მაი არ გირჩევ ალინა. არ გინდა, არ გირჩევ. ხო. მეგობრებო, არ დაიწყებლოთ, ძალიან გთხოვთ. მაგ ჯორზე შესვით და გაუშვით უკან. კი, მაგრამ არ დაიწყებლოთ. შეაგინეთ, გაამრავლეთ ამ შეგინებით. მისნაირები, მის ოჯახში. ჩამოვაგდა მაგ ცხენიდან. დამთავრებულია მის საქმე. всё.
აი ასე. შეუცვალე მისამართი მე შეუცვალე მისამართი. გავაბუნძულე უკან. იაგრითა. სიყვარული თუ აქვს? სიყვარულზე ვეკითხები და პასუხს არ მცემს. ეგოისტი. ფულის ხარბი ადამიანი. ეს ადამიანი გემალებად. მინდა გითხრათ. ეს ადამიანი გემალებად. იცოდეთ რომ გემალებად. ამ ადამიანს აქვს, ეს ადამიანი ხო გეუბნებით, ეხლა შეიძლება სადმე იყოს თავისთვის მარტო და ისვენებდეს. არავისთან არაა მეგობრებო, არ იეჭვიანოთ. რომც იყოს ვინმესთან ურთიერთობაში არაფერი არ აქვს არსად. ამის გარანტიას გაძლევთ. ხო, უბრალოდ ამ ადამიანს უნდა ეხლა რომ ამ წარსული ტკივილებიდან გამოვიდეს და ისვენებდეს, ამიტომ გონებაზე მოსასვლელად ისვენებდეს. ხო, რომ ნახეთ რაღაც ახალი დაიწყოს, რომ მზე მისევ გამოანათოს. ეს მზე ხართ თქვენ, რომ თქვენთან მოვიდეს, ბედნიერი მოვიდეს თქვენთან. აქ არის ტყუპები, აქ არის მორიელი, აქ არის წყლის სტიქია, თევზები, კიდევ რა არის? გადმოდგამს ნაბიჯს, მაგრამ უყურეთ როგორ გადმოდგამს მეგობრებო. ერთი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი, ორი ნაბიჯი უკან. ერთი წინ, ორი უკან. ტყუპები, ხო ნახეთ მეგობრებო, ეხლა ეს ეხლა ვეკეთვით. აქ ახლა ისედაც მორიელი ხატია. უყურეთ ეხლა. აქაც ტყუპები ვითხართ, ტყუპებია, ანუ ტყუპების ზოდიაქოა. ცეცხლის სტიქიაც შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო წყლის სტიქია, ტყუპები, ცეცხლის ენერგიებში შეიძლება იყოს ადამიანი აი ეს 1%, ძალიან ნაკლებად. ხო, აქაც ნახეთ თევზები, რადგან ორია და ხო, რაღაც მსგავსი. და ნუ მორიელი თავისთავად. ხო. კიდევ შენი ზოდიაქოს ქალი არ გინახია მორიელ? მარტო შენ ხარ მორიელი, ქალი კაბიანი არაა მორიელი. ხო. სიყვარულზე ვეკითხები. თქვენთან ამ ადამიანს სიყვარული უნდა, ხიარულება უნდა, ნიშნობა უნდა, ბედნიერი ქორწინება უნდა, სილაღე უნდა, კი, უნდა ერთია, მაგრამ მეგობრებო, სიყვარული თუ აქვს? ეს ადამიანი დამოკიდებულია საყვარელ ადამიანებზე. საყვარელ ადამიანებში შეიძლება შედიოდეს ოჯახის წევრები, დედა, მამა, და შვილები თუ ყავს, ნათესავები, შეიძლება იყოს კიდე დამოკიდებული სამუშაოზე, გარემოზე, ვითარებაზე, წოდებაზე, სიმდიდრეზე, ანუ უყურეთ, თქვენ გარდა ყველაფერზე. თქვენ ხართ ყველაზე ბოლოს. თქვენ ხართ ყველაზე ბოლოს. კიდევ. ფანტაზიები და ილუზიები, კამათი და არასწორი რჩევები სხვებიდან. ამ ადამიანს ძალიან ბევრი რაღაც რჩევებს აძლევს, არასწორ რჩევებს აძლევს. ეს შეიძლება იყოს თავისი სამეგობრო წრე, ოჯახის წევრები, ხო, რუტინული ცხოვრება აქვს ამ ადამიანს, თავისი ცხოვრება არის
გეუბნებით ეს ჩავაბრუნე და მაინც ამოვიდა. ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან. ანუ ესეთი სიტუაცია გექნებათ ცოტა ხანი კიდევ, მეგობრებო, ანუ ეხლა რამდენი ხანი იქნება, მე ამას ვერ გეტყვით. ყოველ ჯერზე დავაკვირდეთ, თუმცა რაცაც გიმალავდეთ. თქვენ გიმალავდეთ იმას, რომ გულის პრობლემები აქვს, ფინანსური პრობლემები აქვს და ამას არ გეუბნებათ. ამ ადამიანს შეიძლება აი ხო გეუბნებით, რაღაც ხაფანგში მოხდა, რაღაც გაურკვევლობაში მოხდა ეს ადამიანი. და ეს ყველაფერი მოხდა თავისი ირგვლივ მყოფებიდან. ანუ წეღარო ვთქვით, რომ დამოკიდებულია ადამიანებზე, სამსახურზე, აი იქ არის ტყუილები. ლუმინალი ანა ექიმო. ლუმინალი. მოდი თქვენ რა უნდა გააკეთოთ, მეგობრებო. მე არ ვიცი, ტვინი დამებნა ამ ადამიანის მოყოლილი ამბებით. მე 1000-ჯერ დამამტკნა რა, მეგობრებო. ამ ადამიანს მე არ გეტყვით, რომ დღეს და ხვალ კონკრეტული ნაბიჯი მოვა თქვენამდე. არა, მე ამას არ გეტყვით. მას აქვს ძალიან ბევრი სირთულეები და პრობლემები. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ უნდა იყვეთ მშვიდად, წყნარად, გაწონასწორებული, საკუთარი საქმიანობით დაკავდეთ. თქვენი ცხოვრება გააგრძელოთ სუფთა ფურცლით, ახალი ცხოვრებით დაკავდეთ. ხა. კიდევ ის რომ იფიქროთ, აღარ იფიქროთ წარსულზე და იფიქრეთ მომავალზე, დაისახეთ ახალი გეგმები, რაღაც ახალი იდეები, ამ ყოველგვარ გავლილ ამ ტანჯ ცხოვრებას ზედაპირულად შეხედეთ, ანუ გაითავისეთ ის რომ თითქოს და ეს იყო თქვენი გაკვეთილი, ხო, მეგობრებო, ნახეთ, თავს მიეცით იმის უფლება რომ ფეხზე დადგეთ. ხო გეუბნებით წარმატება, ნებისყოფა, მოგცემთ ძალას, ისევ დადგეთ ფეხზე, ხო. თქვენი ცხოვრებით დაკავდით, არავის არ ელოდოთ, არავის არაფერი არ ისურვოთ, ხო, საკუთარი თავი არ დაკარგოთ ამ ყველაფრისთვის, ხო, აი ხედავთ, აი ბოლო. ეს ადამიანი არის გადაჭარბებული ეგოისტობით დაჯილდოებული. მინდა გითხრათ. ხო, ეს გადაწყვეტილების კარტი კიდევ ამობრუნებულია. ამ ადამიანს ეხლა არაფერი შეუძლია ამ ეტაპზე, ხო. ეს ასე გაგრძელდება რაღაც დროის მანძილზე, ეს სიტუაცია ეხლა რაც გაქვთ, გაგრძელდება რაღაც დროის მანძილზე. თუმცა თუ გაგახარებთ ის აზრი, რომ ეს დასასრული არ არის, კი ბატონო, შემიძლია გითხრათ, რომ ეს დასასრული არ არის. ეს ურთიერთობა არაა დასრულებული, მაგრამ არც მოკლედ იმედია მიხვდით რისი თქმა მინდა. არც რაიმე იმედი უნდა იქონიოთ მისგან ახლო მომავალში. მეგობრებო, ჩემი ჭედავს? ჩემი ინტერნეტი ჭედავს? მეგობრებო, დამიწერეთ, ჩემი ინტერნეტი ჭედავს? თუ თქვენი? თუ ვინმესთან ჭედავს ინტერნეტი, გადით და გადაცვიდა კარტები. რას ამბობ, ჩემთვის ვილაპარაკე? მეგობრებო, გადით და თავიდან შემოდით. თუ კი ჭედავს. გადით, მეგობრებო, და თავიდან შემოდით. ზოგადად Facebook-იდანაც გადით და თავიდან შემოდით. ხო. ანუ ვიღაცებთან ჭედავდა, ჩემთან არა. მორიელ, ჩემგან კარგად გამოდიოდა ხმა?
ანუ ჩემი ინტერნეტის პრობლემა არ ყოფილა ალბათ. ზოგჯერ ესეც არის მეგობრებო. ხო, ანუ ჩემი ინტერნეტის პრობლემა არ იყო. და მაინც მინდა ვკითხო დასტას. ძალიან მინდა ვკითხო ეხლა ტაროს დასტას. მაინც მინდა ვკითხო ბოლო შეკითხვა მეგობრებო. რა რჩევას მოგცემთ სამყარო? აი რჩევა თქვენ ტაროდან და სამყაროდან. რას გეტყვით? ბატიპასიკო ადამიანი. რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ არა? რა რჩევას მოგცემთ ტარო და სამყარო? რჩევა თქვენ. რჩევა თქვენ. რჩევა თქვენ. ერთია ის რომ აქ ესეთი რჩევა მეგობრებო, უნდა იყოთ ბალანსში და ცოტა ხანი უნდა გაჩერდეთ. მოდი ახლა ამას გეტყვით, ესეთი რჩევა გაქვთ. შეჩერდით. რაღაც ეტაპი შეჩერდით მეგობრებო. გაჩერდით. გაჩერდით. ყველანაირად გაჩერდით. გონებრივად, მორალურად, ფიზიკურად, სულიერად. დაპაუზდით მეგობრებო, თორე ნახეთ როგორ ხართ. ლამის წაქცევაზე ხართ უკვე. არანაირი ურთიერთობა, არანაირი ამ თემაზე ფიქრი. ეხლა მეგობრებო, მხოლოდ საკუთარი თავი და ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცით თავს. ხო, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ საკუთარ თავს უნდა მიცეთ ამოსუნთქვის საშუალება, სხვანაირად არ გამოგივათ. თორე ლამის ამოყირავდეთ. მერე გააგრძელეთ. ეხლა ცოტა ხანი უნდა დაისვენოთ და მერე თვითონ გამოჩნდება გზა. რა უნდა გააკეთოთ? გეცოდინებათ მეგობრებო. ნახეთ თქვენაც როგორ ხართ. ამოყირავებულები ხართ მეგობრებო. კრიზისი გაქვთ. ცუდად ხართ ხალხო. ჯანმრთელობა საფრთხეში გაქვთ. ეს მინდა გითხრათ. ჯანმრთელობა გაქვთ საფრთხეში. მესმის რომ პატივმოყვარეობა შეგილახეს. მესმის რომ ძალიან დიდ დანაკარგებში ხართ. ამიტომაც უნდა შეჩერდეთ მეგობრებო. ეს არის ტოქსიკური ურთიერთობა. ეს რთულია. ძალიან რთულია. სადაც ბევრი ტყუილები იყო. რთულია. ამიტომ ცოტა ხანი უნდა შეჩერდეთ. დრო გაჩვენებთ ყველაფერს. დღეს ესეთი იყო და ხვალ რა იქნება და ზეგ არ ვიცი. ხო, დღეს ესეთი რჩევა თქვენ. რომ გაჩერდით, შეჩერდით, სტოპ. დღეს უნდა მიიღოთ სტოპი. სტოპი რა? არანაირი დატვირთვა, არანაირი რეაქცია, არანაირი არაფერი, უბრალოდ დასვენება გჭირდებათ მეგობრებო. მეტი არაფერი. ესაა და ეს. მერე გააგრძელებთ. მერე გააგრძელებთ. ეხლა ცოტა შეისვენეთ და მერე გააგრძელეთ. კი. ეს იყო და ეს. მოკლედ მეგობრებო. გადავიდეთ ასტრაბარათებზე. ჩვენი დღევანდელი სათაური. რას გეტყოდათ? რას გეუბნებათ ეს ადამიანი? რას გესაუბრებათ? ან რას ნატრულობს თქვენთან დაკავშირებით? რას ნატრულობს თქვენთან დაკავშირებით? რას გვეტყვის ასტრაბარათები?
ასტრა ბარათები, რას გვეტყვის, მეგობრებო? ეს არის კარგიც და ცუდიც. მაგრამ ერთია ის, რომ ძალიან მოჯაჭვული ვარ შენთან, ამას გეტყოდათ, ამას გეუბნებათ, რომ მე შენთან მოჯაჭვული ვარ. მე შენთან ანუ ყურეთ, დროს ვითვლი, დროის ბარათი იქაც იყო გვაჩვენა თავის დახასიათებაში და თითქოს მართლაც უნდა გულწრფელი საუბარი თქვენთან და ამის დროს ფიქრობს, როდის შეარჩიოს ეს ყველაფერი. ნახეთ, აქ უკვე იმდენადა უკვე რომ ფუტი ასდის, მეგობრებო. ძალიან ცუდათაა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, მინდა გითხრათ. საუბარი უნდა თქვენთან, გულღია საუბარზე საუბრობს თქვენთან. ხა. ასწავლე. შეიძლება ამბობდეს, რომ თქვენ ხართ მისი ბედი. ან თქვენთან ბედის დაკავშირება უნდა, შეიძლება ესეც იყოს. ეს ადამიანი შეიძლება იმასაც ფიქრობდეს, რაიმე ხო არ გაუკეთეთ თქვენ. ან და შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი ვარიანტები მომდის, მეგობრებო. შეიძლება თვითონ დარბოდეს ეხლა და იკვლევდეს ტაროლოგიაში, ან უსმენდეს ტაროლოგებს და გამოსავალს ეძებდეს ამ ყველაფერში. კი, ესე შეიძლება იყოს. მეგობრებო, მოდი აქ დავდებ და იქეთ გავყვები. კიდევ რას გეტყოდათ? ხაი, ნებისმიერ ხერხს იყენებს თქვენთან დასაბრუნებლად. კი, უკვე ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ ეს ადამიანი თვითონ არკვევს, ყველანაირ ხერხს იყენებს თქვენთან მოსაბრუნებელი გზის გარკვევისთვის. დადიოდეს მკითხავთან, შეიძლება უბრალოდ სიტუაციის გამოსწორება უნდა და გამოსავალს ეძებდეს. მკითხავთან მისვლა იმას არ ნიშნავს, რომ რაიმეს გიკეთებდეთ. არა, მეგობრებო. აი ახლა ჩვენ ხო გზებს ვეძებთ აქ ტაროლოგიაში რაღაცით. ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ რამეს ვაკეთებთ ზემოქმედებას. არა. ძალიან ბევრი კითხვა აქვს ამ ადამიანს. ნახეთ, რამდენი ბარათებია დაყრილი, დახვეული და ამ ადამიანს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები აქვს, თუ რა ხდება თავის ცხოვრებაში. ან თუ გაუკეთა ვინმემ, იქ ჩვენ ხო გვაჩვენა, რომ მაგიაც არის. ზემოქმედებაც არის ამ ადამიანზე და შეიძლება ეჭვობდეს ვინმე ხო არ გაუკეთა, შეიძლება თქვენზე ეჭვობდეს, რაიმე ხო არ გაუკეთეთ. ან ზოგადად რა ხდება მის ცხოვრებაში, ამდენი არეულობა როა, შეიძლება იმასაც ფიქრობდეს, ვინ რა გაუკეთა. და ამის გამოკვლევა აინტერესებდეს ამ ადამიანს. კი, ნახეთ. ხო, ამისთვის ყველანაირ ხეს თუ კი რამე კარტები არის ყველაფერი აქა მოყარა ახლა მეგობრებო. ეს არის ინიციატივის კარტი. ხო. მეგობრებო, ეს ადამიანი სხვათა შორის დაინტერესებულია, მინდა გითხრათ, ტაროლოგიით. ხო. კი, აკეთებდეს სულ მავიწყდება მანიფესტაციებს. შეიძლება კითხულობდეს ლოცვებს. ეს ადამიანი ბევრი შემთხვევაში შეიძლება მუსლიმანიც იყოს, განსხვავებულებიც იყოთ. ხო. სხვა რელიგიის წარმომადგენელიც იყოს. არ ვიცი, მაგრამ რატოღაც ესე მომდის. ზოგიერთებთან, ნუ ყველასთან არა, ვისთან რა. რაღაცებს აკეთებდეს კი, თან ამ ყველაფერს აკეთებდეს ღამე. შეიძლება გონებაში იმეორებდეს, დამირეკე, მომწერე, გახვიდეთ კონტაქტზე, რაღაცა ხო რაღაცებს აკეთებდეს მეგობრებო. ან საკუთარ თავს ელაპარაკებოდეს, ესაუბრებოდეს. და ჯავრობდეს, ბრაზობდეს, საკუთარ თავზე ბრაზობდეს, საკუთარ ცხოვრებაზე ბრაზობდეს, რომ აი ეს რატომ ჭირს მე და რაღაცა ხო. რაღაც ესეთი. და ერთია ის, რომ ეს ადამიანი გიყურებთ. გიყურებთ მეგობრებო, სადღაც გიყურებთ კი. ეს ადამიანი უეჭველი სადღაც გიყურებთ. დაც კი პრინცი. ეს ადამიანი გიყურებთ სადღაც. კი.
აქაც ბინოკლი, შორიდან გიყურებთ. თქვენ შორის დიდი მანძილია. შეიძლება ახლა ზოგთან რა და ზოგთან რა, მაგრამ ერთად არ ხართ. ბევრი შემთხვევაში მანძილია. ეს ადამიანი შეიძლება გიყურებდეთ ინტერნეტითაც. შეიძლება გქონდეს ამ ადამიანს თქვენი ფოტო და ფოტოზე უყურებდეს ხშირად. ეს ადამიანი შეიძლება იყოს რაღაც ნიჭით დაჯილდოებული, შეიძლება იყოს მხატვარიც, შეიძლება იყოს ან რაღაც ფოტო გქონდეს თქვენი და ხშირად უყურებდეს. არ ვიცი მეგობრებო, ფარაონი, სამკუთხედები, აქ შეიძლება სამკუთხედიც იყოს. ხო. კლასიკური სამკუთხედი. სამკუთხედი არა მარტო ურთიერთობაა, მეგობრებო, სამკუთხედია სამსახურიც, გარემოებაც, სიტუაციაც, ყველაფერი სამკუთხედში შედის. იცოდეთ, პარტნიორული ურთიერთობა არ არის მხოლოდ სამკუთხედი. ძალიან ბევრი რამე შედის სამკუთხედში. ასე რომ რაღაც არეული სიტუაცია აქვს ამ ადამიანს და ეს ადამიანი ცდილობს ყველაფერი გაარკვიოს თუ რა ხდება მის ცხოვრებაში, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ვისი ხელით მოხდა და ამ ყველაფრით დაინტერესებულია ტაროლოგიაში. შეიძლება ყავდეს თავისი ამ ადამიანს ყავდეს შეიძლება ფსიქოლოგიც, თავისი ტაროლოგიც, მაგი, მიმართავდეს მაგს და ამ ყველაფერზე გამოკვლევებს ატარებდეს. ან წმენდებსაც იტარებდეს იქ ჩვენ ამოგვივიდა თავის დახასიათებაში წმენდების სურათიც კი. ამიტომ შეიძლება დადიოდეს და წმენდებს იკეთებდეს. არ მიწერო, არ დაურეკო. აი რაც ვთქვი წეღან, ეს ადამიანი იმეორებს ხშირად. აი ეს ზუსტად ეხლა ვთქვი. ეს ადამიანი ხშირად აკეთებდეს აფირმაციებს და აფირმაციები ნიშნავს იმას, რომ კითხულობს, ნახეთ, აგერ კითხულობს, რომ აფირმაციებს აკეთებს იმას, რომ თქვენ ეს ადამიანის სიზმარში ნახოთ, ან თქვენ ამ ადამიანზე სულ გეფიქრებოდეთ, სულ მასზე ფიქრობდეთ 24/7-ზე და ამ ყველაფერს აკეთებდეს ღამით. ხო. იმეორებდეს სულ დამირეკე, შენ უნდა დამირეკო, შენ უნდა მოგენატრო, შენ 24/7-ზე უნდა ფიქრობდე ჩემზე, ჩემს მეტი არავინ არ უნდა გაინტერესებდეს, ჩემს გამო ცუდად უნდა იყო, ჩემი მონატრებით უნდა კვდებოდე და რაღაც ესეთ მსგავსებს, მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში არ დაურეკო. ხო, იმიტომ რომ ეს თქვენი არაა. ხო, ბევრს გიკვირთ, რატომ ხართ ასე? იმიტომ რომ ეს თქვენი არაა. ეს თქვენით არის, ბუნებიდან არაა. აი, შეიძლებაც და ეს ამასაც აკეთებდეს. მაგთან დადიოდეს და ამას აკეთებდეს. თქვენზე ზეწოლას ახდენდეს, რომ ესე 24/7-ზე გეფიქრებოდეთ და ცუდად იყოთ. არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ კონტაქტზე, მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში უბრალოდ ამას შეიძლება მაგთან არ აკეთებდეს, მაგრამ მაგი აძლევდეს რჩევად არიგებებს და ზუსტად იმას აკეთებდეს. ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ იგივეა. ესეც იგივეა. სხვაობას მე ვერ ვხედავ. ჩემთვის იგივეა. ხო, ასე რომ მეგობრებო, ძალიან შეიკავეთ თავი, იმიტომ რომ ეს ბუნებით არ ხდება, ეს ხდება ძალდატანებით, ამიტომ ეს არ არის კარგი და არ გახვიდეთ კონტაქტზე. ყველანაირად გადაიტანეთ ფიქრი სხვა რამეზე. დაკავდით რაღაცით და ფიქრი გადაიტანეთ სხვა რამეზე. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მისი გულწრფელი საუბარი შენ სულთან. ამასაც საუბრობს თქვენ სულთან, აი ზუსტად მაგას საუბრობს თქვენს სულთან, სულიერად გესაუბრებათ ეს ადამიანი, რომ დაურეკოთ, რომ გახვიდეთ კონტაქტზე, რომ ეს ყველაფერი თქვენ გააკეთოთ, მას არაფრის გაკეთება არ უნდადეს ზოგიერთებთან, შეიძლება ესეც იყოს. მეგობრებო, თქვენი სიტუაცია აიღეთ.
ხო და ნატრულობს ამას რომ თქვენ დაურეკოთ რას ინატრებდა ხო ესეც იყო ერთი ქვესათაური რას ინატრებდა და ინატრებდა რომ დაგერეკათ ინატრებდა რომ მიგეწერათ ნატრულობს რომ მოიკითხოთ ყოველთვის თქვენ და კიდევ მსგავსი რამეები მხოლოდ თქვენ ხო ანუ გაცვლითი პროგრამა არა მხოლოდ თქვენ კი არავითარ შემთხვევაში მეგობრებო მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ ბედნიერი დილის გათენებას გისურვოთ მეგობრებო და ეხვალინდელი დღე ყოფილიყო სიკეთის მომტანი თქვენთვის არაფერზე არ ინერვიულოთ ამად არ ღირს არავინ არ ღირს ამად იფიქრეთ საკუთარ თავზე და მხოლოდ საკუთარ თავზე მეტი არავისზე საკუთარ თავს რა სიამოვნოთ როგორ გაახაროთ როგორ პატივისცეთ როგორ გიყვარდეთ შეიყვარეთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი და პატივი ეცით მხოლოდ საკუთარ თავს ასე რომ არაფერზე არ ინერვიულოთ არც იტიროთ არავისკენ არ გადადგათ ნაბიჯი მეგობრებო ჩართეთ რაიმე ფილმი და უყურეთ იუმორინას უყურეთ ზია კვირიკაშვილს უყურეთ მერე რა რო უძებნეთ გოგლეში და გოგლეთ და უსმინეთ გადაიხარხარეთ მეგობრებო გადაიხარხარეთ ხაი ესე იხარხარეთ ეს უფრო მეტად გაამწარებს თქვენს პარტნიორს იცოდეთ ასე რა თქვენი ბედნიერებით გაამწარეთ ეს ადამიანი ამას გეტყოდით მეც არაფერს თქვენი კარგი განწყობით გახადეთ უბედური ეს ადამიანი თქვენ რო კარგად ხართ ის უბედურადაა ამიტომ მიეცით ეს უბედურება მას ხო თქვენ არა მას მიეცით ასე რომ მშვიდობიანი ღამე ყველას ბედნიერი დღის გათენება და დასაწყისი ხვალინდელი დღის თქვენ და ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. აი, როგორც კი შევძლებ, ყოველთვის შემოვდივარ ღამით, საღამოს საათებში მეგობრებო. საქართველოს დროით დაახლოებით 12 საათზე. იტალიის დროით 9 საათზე. ამ დროს ვარ თავისუფალი და ამ დროს მოვდივარ ხოლმე თქვენთან, თუ კი რაიმე სხვა ხელი შეშლილი ფაქტორები არ მაქვს. ასე რომ აბა დროებით გემშვიდობებით და გელოდებით კომენტარებში YouTube-ზე. აბა დროებით ჩემო სიყვარულებო და ხვალამდე.